ბინის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური გადაწყვეტილებაა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ადამიანების 95% ამ დროს ერთსა და იმავე უმარტივეს შეცდომას უშვებს. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ძირითადად ემოციებით ყიდულობთ. მარკეტერებმა და რეალტორებმა კი ზუსტად იციან, როგორ შეგვიქმნან ილუზია. შედიხარ სანახავად კარგი განათება, იდეალურად დალაგებული ავეჯი, თანამედროვე სამზარეულო, სასიამოვნო სუნი და ჩვენი ტვინი წამებში წარმოიდგენს თუ როგორ ცხოვრობთ უკვე იქ. პრობლემა კი ზუსტად იქ არის, რომ ყველაფერი რაც ჩვენ პირველ რიგში მოგწონს, ყველაზე მარტივად შეიძლება შევცვალოთ. ავეჯს გამოცვლი, კედელს გადაღებავ, სამზარეულოს ახალს დააყენებ და ასე შემდეგ, მაგრამ არის დეტალები, რასაც ყიდვის შემდეგ ვერასდროს შეცვლ. და ხშირად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, კარგი ინვესტიცია გააკეთეთ თუ უბრალოდ ჭკუა ისწავლე, რაც ძალიან ძვირი დაგიჯდათ. დღეს გეტყვით 8 კრიტიკულ შეცდომას, რასაც ადამიანები ბინის არჩევისას უშვებენ. ზოგი მათგანი კი იმდენად მარტივია, რომ შეიძლება იმ მომენტში საერთოდ არც მიაქციო ყურადღება და წლების შემდეგ კი სწორედ ეს გახდეს ყველაზე დიდი პრობლემა. განსაკუთრებით ბოლო შეცდომა, რაზეც ადამიანების უმეტესობა არ ფიქრობს, ან სწორედ იმ ემოციების გამო ვერც ფიქრობს. არხის გამოწერა არ დავიწყდეთ და დავიწყეთ. შეცდომა ნომერი 1, ეს არის რემონტზე შეყვარება. თავარი შეცდომა, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ბინის ნახვისას პირველი კითხვა არ უნდა დავსვათ, მომწონს თუ არა ეს დიზაინი. კითხვა უნდა იყოს, თუ ამ ბინიდან ამოვიღებ ავეჯს, ტექნიკას, რემონტს, მაინც ვიყიდი თუ არა ამ სიცარიელეს. იმიტომ რომ რემონტი და ავეჯი შეიძლება რამდენიმე თვეში შეცვალო, ხოლო ცუდ ბინას, ცუდ პროექტირებას და არასწორ ლოკაციას კი ვერასდროს ვერ შეცვლი. ასე მარტივად. გადასვლის შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ რეალურად შენს ყოველდღიურ ცხოვრებას სულ სხვა რამ განსაზღვრავს. და აქ უნდა ვთქვათ ის მეორე შეცდომაც, რასაც ადამიანები მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა ამ ბინაში ცხოვრებას იწყებენ. შეცდომა ნომერი 2. ერთი ნახვით შეყვარება. რაც ბინის მხოლოდ ერთხელ დათვალიერებას გულისხმობს ყიდვამდე. არასოდეს უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ბინის მხოლოდ ერთხელ ნახვით. რეალურად ერთი და იგივე სივრცე, დილით, შუადღით და საღამოთ სულ სხვადასხვანაირი სამყაროა. შუადღით, როცა ხალხი სამსახურშია და ბავშვები სკოლაში, ყველაფერი მშვიდად ჩანს. მაგრამ საღამოს 7-8 საათისკენ კი აღმოაჩინოთ, რომ რეალურად კორპუსი სულ სხვანაირად ცხოვრობს. ლიფტთან მუდმივი რიგია, ეზოდან სულ ხმაური ისმის და ერთი შეხედვით 7 ქუჩა პიკის საათში სრულიად პარალიზებულია. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ყიდულობთ ბინას მხოლოდ იმ ნახევარი საათისთვის, როცა მას ათვალიერებთ. თქვენ იქ უნდა იცხოვროთ დილითაც, საღამოსაც და ღამით. გარდა ამ ფაქტორებისა, სხვადასხვა დროს სამჯერ მისვლა იმ მომდევნო შეცდომასაც აგარიდებთ თავს, რაც დღეს ყველაზე გავრცელებულია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. შეცდომა ნომერი 3. ზის მიმართულება და მისი იგნორი. თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, რომელ მხარეს იხედება ბინის ფანჯრები. ადამიანები ამოწმებენ ხედს, რაც ცუდი არ არის და ამის შესახებ სხვა ვიდეოც მაქვს, მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ ზის მიმართულება განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად თბილი, რამდენად ნათელი, რამდენად ნესტიანი ან პირიქით გადახურებული იქნება ბინა. აბა ეს უკვე შეგიძლია ჩაინიშნო. თუ მზე დილით შემოდის, დიდი ალბათობით აღმოსავლეთის მხარეა. დილით ნათელი, საღამოს უფრო გრილი. თუ მთავარი მზე დღის მეორე ნახევარში და საღამოს ადგება, დიდი ალბათობით დასავლეთის მხარეა. ამ დროს ზაფხულში შეიძლება ბინა ძალიან გაცხელდეს. თუ დღის განმავლობაში პირდაპირ მზე საერთოდ არ ადგება ბინას, დიდი ალბათობით ჩრდილოეთის მხარეა. უფრო ბნელი და გრილი. თუ მზე დღის დიდ ნაწილში ანათებს და ბინა ბუნებრივად ნათელია, დიდი ალბათობით სამხრეთის მხარეა. ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მიმართულებაა სინათლის მხრივ. წავედით ახლა აბაზანაში და აქ ველოდება ის, რასაც ადამიანების სრული უმრავლესობა საერთოდ არ ამოწმებს. შეცდომა ნომერი 4. წყლის წნევა. შედიხართ აბაზანაში, უყურებთ ხელსაბანს, კაფელს, მაგრამ არ აღებთ ონკანს. ეს არის უდიდესი შეცდომა. განსაკუთრებით მაღალ სართულებზე წყლის წნევამ ისეთი დისკომფორტი შეიძლება შეგიქმნათ, რომ კოშმარი აღმოჩნდეს. დილით ან საღამოს, როცა წყალს მთელი კორპუსი იყენებს, წნევა საგრძნობლად ეცემა. ჩემი რჩევა იქნება შემდეგი: შეხვედით თუ არა ბინაში, ერთდროულად მოუშვით სამზარეულოს ონკანი, აბაზანის ონკანი და შხაპიც. მაქსიმალურად დატვირთეთ სისტემა. შეამოწმეთ, რამდენად სტაბილურად მოდის წყალი და რამდენ ხანში ცხელდება. ამ დროს წყლის წნევის მოგვარება, შესაძლებელია დამატებითი ტუმბოთი, რაც დამატებითი ხარჯია თავისთავად, მაგრამ ვერ მოაგვარებთ ისეთ პრობლემას, რაც ხდება გარეთ, შენი ბინის გარეთ. და შეცდომა ნომერი 5. ეზოს იგნორირება. ბევრს ავიწყდება, რომ მხოლოდ კვადრატულ მეტრებს და იმ 4 კედელს კი არ ყიდულობს, არამედ თქვენ ამასთანავე ყიდულობთ გზას, სახლამდე მისასვლელს, უსაფრთხოების შეგრძნებას და იმ ყოველდღიურ გარემოს. შეიძლება სახლში ყველაფერი იდეალურად იყოს, მაგრამ გარეთ მუდმივად ხვდებოდეს ქაოტური და მოუწესრიგებელი გარემო.
ამიტომ ბინის ნახვის შემდეგ არ გამობრუნდეთ ეგრევე უკან. მინიმუმ 15 წუთი უბრალოდ გაისერინეთ ეზოში. დააკვირდით როგორ უვლიან ეზოს, გადავსებულია თუ არა ნაგვის ურნები, არის თუ არა ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცე და ასე შემდეგ. ეზო ხშირად ბევრად უკეთ აჩვენებს კორპუსის რეალურ ცხოვრებას და მაცხოვრებლების კულტურას, ვიდრე უშუალოდ ბინა. ეს გაყიდვაშიც ხელშეგიშლით მერე. და გაყიდვა არის იდეაში შემდეგი პრობლემა, რამაც ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი შეიძლება მოგიტანოთ მომავალში. შეცდომა ნომერი 6. ეს არის ლიკვიდურობის იგნორი. კარგი ბინა მხოლოდ დღევანდელი კომფორტი ნამდვილად არ არის, კარგი ბინა მომავალშიც უნდა ზრდიდეს თავის ღირებულებას. დაუსვის საკუთარ თავს ასეთი სტრატეგიული კითხვა, მე რომ 5-10 წელიწადში ამ ბინის გაყიდვა მომინდეს, რამდენად მარტივად იპოვნი მყიდველს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასტანდარტული დაპროექტება და განსაკუთრებით თუ ბინას ძველ კორპუსში ყიდულობთ, ეს ყველაფერი ართულეს მის შემდგომ გაყიდვას და ამის შესახებ ამ ვიდეოსაც შეგიძლიათ შეავლოთ თვალი. ბინა თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური აქტივია, ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ მის რეალურ სამომავლო ფასზე და არენდოთ ბრმად რეალტორების შეფასებებს. შემდეგი შეცდომაც სწორედ ეგ არის, რომ რეალტორებს ზედმეტად ვენდობით ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ისინი ნასწავლი ტექსტებით გვესაუბრებიან, ვიდრე არსებული რეალური გამოცდილებით. შეცდომა ნომერი 7. რეალტორები და მეზობლები. ადამიანები საათობით უსმენენ რეალტორებს და მათი ერთადერთი მიზანი კი ბინის გაყიდვა. ამიტომ ნაკლებად არის კი არა და შანსი არ არის რომ რამე ცუდი გითხრათ. პირიქით შეეცდება რომ ეს ცუდიც კარგი მხრიდან დაგანახოთ. ბინის შერჩევისას თითქმის არავინ აკეთებს იმას, რაც რეალურად ყველაზე ეფექტურია და ეს არის გასაუბრება მეზობლებთან. უბრალოდ დაელაპარაკეთ ადამიანებს, რომლებიც წლებია უკვე იმ კორპუსში და იმ გარემოში ცხოვრობენ. კითხეთ როგორ მუშაობს ლიფტი, ხშირად ითიშება თუ არა შუქი და წყალი. დამიჯერეთ მეზობლებთან 5 წუთიანი დაუვარცხნელი გასაუბრება, იმაზე მე დროს და ნერვებს დაგიზოგავთ, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ექსპერტებთან კონსულტაციები. და ბოლოს ყველაზე გავრცელებული შეცდომა დაბალი ფასი. ეს გვემართება მაშინ, როცა ბაზარზე მსგავსი ბინები საკმაოდ ძვირია და უცებ პოულობთ ერთ ვარიანტს, რომელიც საეჭვოდ იაფად იყიდება. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი პირველი რეაქცია იქნება ვარ რა გამიმართლა? ეს ჩემი შესაძლებლობაა, მაგარი შანსია, უნდა ვიჩქარო და ასე შემდეგ. რეალურად კი თქვენი პირველი კითხვა უნდა იყოს, რა სჭირს ამ ბინას, რატომ ყიდის ასე იაფად? რა თქმა უნდა, დაბალი ფასი ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს. შეიძლება მფლობელს უბრალოდ სჭირდებოდეს სწრაფად გაყიდვა პირადი მიზეზების გამო, მაგრამ სანამ ამას თავად არ გადაამოწმებთ და დარწმუნდებით, მანამდე დაბალი ფასი საკუთარ გამართლებად არ ჩათვალოთ. გახსოვდეთ, რომ დაბალი ფასის უკან ყოველთვის მძიმე პრობლემა იმალება. ეს შეიძლება იყოს იურიდიული ყადაღა, სასამართლო დავა და სტრუქტურული დეფექტები, მაგალითად ბზარების საძირკველში. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას მიაქცევდით ყურადღებას ბინის ყიდვის დროს და გახსოვდეთ ეს შეცდომები.